გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. დღეს არის 15 ივნისი და გადავწყვიტე კიდევ ერთი ვიდეო ჩავწერო. იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს კოსმობიოლოგია, ასტროლოგია და მისი პლანეტარული რიტმები, თუ რა ზემიანიშნებენ მათი მოძრაობა, მათი ციკლები და რა გავლენას ახდენენ ჩვენზე ადამიანებზე. ჩვენი დღევანდელი ვიდეო შეეხება პლანეტა იუპიტერს, გამარჯვების წარმატების მომდამ პლანეტას, რომელიც იცვლის ზოდიაქოს ნიშანს, უпростоრად შეიცვალა უკვე 10 ივნისს გადავიდა ის კიჩხების ნიშანში და ჩვენი ძირითადი თემა, ჩვენი ვიდეოს დღევანდელი თემა სწორედ ამას შეეხება. თუ რა ტენდენციებს დაუკავშირდება, ეს რა ზემიანიშნებს პლანეტა იუპიტერის მორიგი გადასვლა ზოდიაქოს ნიშანში, როგორც ასტროლოგიაში უწოდებენ ინგრესია. ეს ხდება წელიწადში ერთხელ. ეს არის 12 წლიანი ციკლის ერთი მნიშვნელოვანი წელი და ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე. თუმცა მე მინდა სანამდე ჩვენ ძირითად თემას შევეხებოდეთ, მე მინდა ერთგვარი მეტაგნოზი გავაკეთო, ანუ წარსულის ანალიზი, რომელიც ჩვენი წინა ვიდეოდან ალბათ ყველა თქვენთან გასახსოვს, რომელიც ასევე დევს ჩემს გვერდზე. რომელიც შეეხებოდა ივნისის პროგნოზს, რომელიც ასე ვთქვათ მიმდინარე პროცესია და ჩვენ ალბათ ყველას გვახსოვს, რომ მიუთითე შეკუმშული პერიოდი 13-17 ივნისის პერიოდი, ყველაზე სახიფათო პერიოდა და 15 ივნისი იყო ამის პიკი. და გადავწყვიტე, რომ სწორედ ამ რთული ციკლის პიკზე ჩამეწერა ეს ვიდეო და ჩვენ ყველა ვხედავთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელსა და ირანს შორის და ფაქტობრივად ეს ტენდენციები შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ამის პროგნოზი გავაკეთეთ. და ეს იყო როგორც გლობალურად, ისე ასე ვთქვათ, ლოკალურად, ისე ინდივიდუალური ადამიანების ცხოვრებაშიც, ინდივიდების შემთხვევაშიც გააჩნია ჩვენ მიუთითეთ მარსი-ურანის ნეგატიური ასპექტი და ყველა ადამიანს, ვისაც პირად ჰოროსკოპში ამ ასპექტთან რაიმე რეზონანსი აქვს, ყველას ცხოვრებაში აისახებოდა. ასე რომ ახლა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში ეს როგორ აისახა ცხადია, მაგრამ გლობალურად ჩვენ ხედავთ თუ რა მდგომარეობაა მსოფლიოში და ასე ვთქვათ მისი რეზონანსი თითოეულ ადამიანს გვეხება განსაკუთრებით იგივე საქართველოში. რაც შეეხება, სანამდე მე ძირითად თემაზე გადავიდოდე, მანამდე მე მინდა ერთი ძალიან საინტერესო წიგნის შესახებ გითხრათ, ეს არის ჩემი ასტროლოგიური მორიგი წიგნი, ბევრმა თქვენთაგანმა შეიძინა ეს, ბევრს ალბათ შეიძლება არც გაუგია, ეს არის თითქმის 600 გვერდიანი წიგნი, მაგარყდიანი, ასტროლოგია, ასე ქვია, ყველაფერი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ. ყველას გირჩევთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს მიერ არის საწერილი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ არა ვართ განებიურებულები ასტროლოგიური ლიტერატურით, უნდა ვაღიაროთ ეს სიმართლე, გამოდის რაღაცეები, თუმცა არა იმ რაოდენობით, რომ მკითხველთა ინტერესი დააკმაყოფილოს. ეს წიგნი არ არის რთული გამოთვლები, ის ასე ვთქვათ სახელმძღვანელო, სადაც ადამიანს უწევს ძალიან რთული გამოთვლების ჩატარება, ეს არის ძალიან მარტივიანით დაწერილი და შეეხება ზოდიაქოს ნიშნების სრულ ანალიზს. ეს შეეხება არა მხოლოდ ადამიანებს, ასე ვთქვათ, როგორც ზოგადი ანალიზი, ისე მამაკაცისა და ქალის ანალიზი, სასიყვარულო ურთიერთობების შეთავსება ზოდიაქოს ნიშნებს შორის თუ როგორი სასიყვარულო შეთავსებები აქვთ. ეს არის პროფესიული თემების ანალიზი, ასე ვთქვათ, თითოეული ზოდიაქოს ნიშანი რა პროფესიულ უნარჩვევებს ფლობს და სად მიაღწევს წარმატებას. ეს არის ჯანმრთელობის თემა, დიეტების თემა, ასევე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, რომელიც ძალიან მარტივია გამოსაყენებლად, რომელი, ასე ვთქვათ, რომელი ნიშანს, რომელი დაავადებისკენ აქვს მიდრეკილება, მაგრამ ყველაზე საინტერესო ბლოკი აი ამ ყველაფრის გვერდით, ეს მე მიმაჩნია საბავშვო ასტროლოგია, რომელიც სიახლეა, ასე ვთქვათ, ქართულ ლიტერატურაში და ჩვენ ამ წიგნში ვიხილავთ ბავშვების ფსიქოპორტრეტებს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ასევე როგორც განირჩევა გოგონა და ბიჭი, ასევე ეს არის დაბადებიდან 6 წლის ასაკამდე თითოეული ნიშანი და 6-დან 16 წლამდე და ასევე მათი შეთავსება
მშობლებთან ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ხშირად წავწყდო მე ვარ ჩემი პრაქტიკის მანძილზე, რომ მაგალითად ვერძისა და ლომის ნიშნით დაბადებულ მშობლებს ყავთ დაუშვათ პირობითად ვამბობ თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანები, ბავშვი-შვილი, ან შეიძლება მეორე იყოს კირჩხიბის ნიშანი, აი ასე ვთქვათ, ცეცხლისტიკის მშობლებს ყავს ცეცხლისტიკის შვილები და მათთვის ეს არის ერთგვარი ესეთი ნეგატიური კომუნიკაცია, ხშირად ეს ბავშვებს ფსიქიკაზე ნეგატიურად ისახება. ზოგჯერ უკვირთმათი გადამეტებული ემოციურობა, პასიურობა, საკუთარ თავში ჩაღრმავება და ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ძალიან საინტერესო გამონათქვამი, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგები ამბობენ ხოლმე ხშირად ამ ანდაზას, რომ თუ ჩვენ არ მივართ ფსიქოლოგთან, მაშინ ჩვენ შვილებს მოუწევთ ფსიქოლოგთან მისვლა. არის ამაში გარკვეული ლოგიკა, ცხადია. და რაც შეეხება ასტროლოგიურ თემას, ეს მე ვფიქრობ საინტერესო იქნება, არა მხოლოდ მშობლებისთვის, რომ ისინი ჩაწვდნენ საკუთარი შვილების ასტროლოგიურ პორტრეტს, არამედ მასწავლებლებისთვისაც, რადგან მათ ყავთ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ბრწყალებში მომლოფ ამსტყვას შვილი, როგორც თუ კარგად მახსოვს იოსებ ნონეშვილის ლექსშია, მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ 1000 ბავშვის მშობელი. და მათთან ურთიერთობა ზოგჯერ ესეთი მიდის ხოლმე პრობლემამდე, გარკვეულ დაპირისპირებამდე, რადგან ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენ შვილებს ხშირად. თუნდაც რაღაცა მარტივად ყოველგვარი წეღანაც ვთქვი, ყოველგვარი რთული გამოთვლის გარეშე, რომ ჩავხედოთ მათ ასტროლოგიურ პორტრეტს და გავიგოთ რაღაც მათ შესახებ. რაც შეეხება ჩვენს თემას, იუპიტერის ინგრესიას კირჩხიბში, იუპიტერი გადავიდა 10 ივნის კირჩხიბის ნიშანში 5 დღის უკან და ის იმოძრავებს ამ ნიშანში 2026 წლის 30 ივნისამდე. ანუ 1 წლისა და 20 დღის განმავლობაში. თუმცა პლანეტა იუპიტერი აი ამ 1 წლის დავმრგვალოთ 1 წლის განმავლობაში 4 თვე იქნება რეტროგრადული, ეს იქნება 11 ნოემბრიდან 25 წლის 26 წლის 11 მარტამდე. რეტროგრადული ნიშნავს დედამიწიდან დაკვირვებით უკან მოძრავს, ცხადია პლანეტა რეალურად უკან არ მოძრაობს, მაგრამ მე ამას ვადარებ ხოლმე მატარებელში ჯდომის ეფექტს, როდესაც ჩვენ მოძრაობთ ნელა, მაგრამ სწრაფად მოძრავი მატარებელი ჩავგიქროლებს გვერდით და ჩვენ გაცდა გვაქვს რომ ჩვენ უკან წავედით თითქოს. დედამიწიდან დაკვირვებით, როდესაც ასე ვთქვათ, ორი პლანეტა ერთმანეთს უსწრებს ორბიტაზე, ისეთი განცდა გვიჩნდება, რომ პლანეტამ თითქოს უკან დაიწყო მოძრაობა, სხვათა შორის ჩემს გვერდზე ასევე მიდევს პლანეტა მერკურის ასტროლოგიური ეს ეფექტი, ეს რეტროგრადული მოძრაობა, თუ როგორ ხდება ხილული თვალით. ეს და დაინტერესებულ მაყურებელს შეუძლია ეს იხილოს. რაც შეეხება ამ ინგრესიას, პლანეტა იუპიტერი, ეს არის პირველ რიგში ზრდის, გაფართოების, გამარჯვების, წარმატების მომტანი პლანეტა. ეს არის სწავლის პლანეტა, ეს არის საერთაშორისო საკითხების მმართველი პლანეტა, ასტროლოგიაში სწორედ ამ საკითხებს მართავს. ეს არის თვალსაჩინოს გაფართოება, როგორც ფიზიკურ დონეზე, ისე მენტალურ დონეზე, ფილოსოფიურ, ანგრემბოთ რელიგიურ ჭრილშიც. რადგან პლანეტა იუპიტერი, ეს არის ზრდა. ბუნებრივია იმ გარემოებაში, რაც გარემოებაშიც ვიყოფებით ჩვენ საქართველოში და მსოფლიოც, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ჩვენთვის ეს თემა, რადგან მე ვამბობ ხოლმე, რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებით ის ზომაში მატულობს, ამიტომაც ჩვენ მივაპყროთ მზერა სწორედ პლანეტა იუპიტერის ციკლს და ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავიზარდოთ შინაგანად. მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისებისა, რადგან კრიზისები ეს არის გარკვეულწილად ჩვენთვის და ნებისმიერი ქვეყნისთვის ან ორგანიზაციისთვის ზრდის და განვითარების შანსიც, რადგან სიტყვაში კრიზისი ჩადებულია ერთგვარი განვითარების იმპულსიც. დიახ, რაც შეეხება იუპიტერი, ეს არის პირველ რიგში ბუნებრივია, როგორც ჩვენ ვთქვით, პროგრესის მიმანიშნებელი და ჩვენ რომ გავიგოთ ასტროლოგიურად, რას მოიტანს მისი კირჩხიბში გადასვლა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მისი მდებარეობის, ასე ვთქვათ, ხარისხი, თუ რა მდგომარეობა ეკავა მას მანამდე, რადგან ის ბოლო 1 წელი მოძრაობდა ტყუპის ნიშანში და ეხლა გადავა კირჩხიბის ნიშანში.
ტყუპში ის იყო სუსტ პოზიციაში, გამოძევებულ პოზიციაში დაახსნი ამას და ასევე კირჩხებში ის ასე თუ გადასვლის დროს მოიკრებებს მთელს ძალას ბჭყალებში ამბობ სიტყვის ხადია, რადგან კირჩხებში ის არის ეგზალტირებული, ანუ თავის ასტროლოგიურ თვისებებს ძალიან კარგად ავლენს. ანუ ის რაც მანამდე ვერ ხერხდებოდა გარკვეული პროგრესი, ეხლა უკვე ივნისიდან 1 წლის განმავლობაში, 1 წლისა და 20 დღის განმავლობაში ეს პროგრესი შესაძლებელი გახდება. ტყუპებში იუპიტერის პოზიცია არის სუსტი, რადგან იუპიტერი მართავს მშვიდოსანს, ბუნებრივია, ის თავის ნიშანია, დომიცილი როგორც უწოდებენ მას და ის საუკეთესო თვისებებს ავლენს იქ. ანუ ადამიანი იმყოფება თავის სახლში, ასე ვთქვათ, თავის ნიშანში და ადამიანზე რო ვთქვათ, როგორ გგზნობთ ჩვენ თავს სახლში, უმეტესწილად კარგად ხო? ლოგიკურად კარგად უნდა გიგრძნოთ თავი. ხოლო მისაწინააღმდეგო ნიშანში ტყუპებში იუპიტერის მასშტაბი არის შემცირებული, დაშლილი და გაფანტული. ასე ვთქვათ, და ვერ ხერხდება კონცენტრაცია. ანუ მე ამას ვადარებ ხოლმე დაუშვათ ადამიანი მათემატიკოსი ავიღოთ, რომელსაც უმაღლესი მათემატიკის ცოდნა აქვს, მეცნიერი და მას უხდება დაწყებით კლასებში სწავლება, რომ ასწავლოს პატარა ბავშვებს მათემატიკა. ბუნებრივია მისთვის ცოტა რთულია აუხსნას ბავშვების ენაზე ის მათემატიკის უფაქიზესი და უმაღლესი შრეები და ეს არც არის საჭირო არა. ამიტომ ის ცდილობს ადაპტაციას, ის ცდილობს გამარტივებას, რათა ეს ინფორმაცია ბავშვებისთვის გასაგები გახადოს. იუპიტერის პოზიცია დაახლოებით ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ ტყუპებში, რადგან იუპიტერი ასე ვთქვათ იშლება ბევრ ნაწილად, ბჭყალებში ვამბობ ისევ ამ სიტყვას და ფრაგმენტული ხდება. რადგან ტყუპი ეს არის მუტაბელური ნიშანი, გაორებული ნიშანი, მშვიდოსანის გაორებულია, მაგრამ ის არის ცეცხლის სტიქია და რაც თავარია იუპიტერის მართველი, ასე ვთქვათ, იუპიტერი მართველია მშვიდოსანში და ის ძალიან ძლიერად ენთუზიაზმით ავლენს თავს. და ტყუპებში მისი მდგომარეობა არის არაკონცენტრირებული და დაქვეითებული. ანუ ბოლო 1 წელიწადი შეიძლება ითქვას, რომ ზრდის, პროგრესის შესაძლებლობა, მე ვამბობ ამას რაღაცა გლობალური მასშტაბით, იყო შემცირებული და შეუძლებელი. და დღევანდელი პერიოდიდან, ასე ვთქვათ, 10 ივნისიდან დღეს 15-ია, მაგრამ დავამალვალოთ ეს გახდება კიდევ უფრო საინტერესო და პროგრესის მიღწევა გარკვეული მიმართულებებით გახდება შესაძლებელი. გამარჯვებების მიღწევა. ბუნებრივია, ჩვენ თუ გადავხედავთ პლანეტა იუპიტერის ასტროლოგიურ სიმბოლოს, ეს არის რწმენა. ძალიან ხშირად ასტროლოგიაში გარკვეულ ადამიანებს გონიათ, რომ ნეპტუნი ეს არის რწმენა. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იუპიტერის მეცხრე სახლი ეს არის იდეოლოგია. ეს არის როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური იდეოლოგიაც. და მე ვფიქრობ, რომ ამ პერიოდში უახლოეს 1 წელიწადში სწორედ აი ამ ჯანსაღად დანახვა გახდება შესაძლებელი აი ამ იდეოლოგიების, როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური. ანუ რაღაცეები, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში იყო აი ამ იდეოლოგიური კუთხით დამახინჯებული და ადამიანებს არ ესმოდათ ეს და ფრაგმენტულად ესმოდათ. მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვსაუბრობ რწმენის საკითხზე და რწმენა ეს არ არის მხოლოდ რელიგიური, არა, ეს არის შეიძლება პოლიტიკური რწმენაც ამა თუ იმ ადამიანის ან იდეოლოგიის მიმართ. უახლოეს 1 წელიწადში ამის კაფიო დანახვა გახდება შესაძლებელი, ანუ ადამიანები ჯანსაღად დაინახავენ ბევრ რამეს. გარდა რწმენისა, ეს არის ერთგვარი პიროვნული, პერსონალური, ინდივიდუალური გაფართოებაც. იმიტომ რომ ადამიანები შეიძლება წავიდნენ უცხოეთში, რადგან იუპიტერი ეს არის უცხოეთის სიგნიფიკაცია, მე არ ვამბობ მაინც და მაინც საქართველოში. მე ვამბობ აი ამ უცხოეთთან საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებული თემების გაფართოებას. მაგრამ ეს არის ასევე სწავლებაც. მაგრამ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ეს იქნება აბსოლუტურად ოპტიმისტური, აბსოლუტურად პოზიტიური, არა რასაკვირველია, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პლანეტას, ნებისმიერ რაღაც გარემოებას თუ სიტუაციას აქვს თავისი ჩრდილოვანი მხარე და ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი ამას პირდაპირ უწოდებს ჩრდილი. არა? ეს ჩრდილი არის რაღაცა ჩვენში დამალული
არსი, რომელიც არ გვინდა რომ გამოვლინდეს და ვმალავთ მას. და მისი გაცნობიერებით ჩვენ მივდივართ წინ, მისი დამალვით, მისი მიჩქმალვით ჩვენ უარეს პრობლემებს ვაწყდებით და კომპლექსების ქვეშ ვყვებით. აი ჩრდილოვანი მხარე ბუნებრივია ამ ერთწლიან პერიოდში, ეს იქნება ცრუ რწმენა, ეს იქნება პირიქით აი ამ ცოდნის აღრევა და საერთაშორისო მიმართულებებით გარკვეული მოხრუჭი. ახლა შეიძლება ვთქვათ, რაზეა ეს დამოკიდებული, ეს იქნება პროგრესული, თუ ეს იქნება რეგრესული. ბუნებრივია ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ასრულებს ადამიანი, ორგანიზაცია, კომპანია, ქვეყანა აი ამ მასში ჩადებულ, დავარქვათ ამ სიტყვას ბჭყალებში მისია. როგორ მიდის სწორად და ჯანსაღად დასახული მიზნისკენ. ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი დაუშვათ პროფესია და თუნდაც ავიღოთ პროფესიული არჩევანი. არჩევანს სწორად აკეთებს, მაშინ ბუნებრივია ის აღწევს პროგრესს. მაგრამ ადამიანი, რომელიც არასწორ არჩევანს აკეთებს, არასწორ ნაბიჯებს დგამს, შეუძლებელია რომ მან, ასე ვთქვათ, პოზიტიური დადებითი შედეგები მიიღოს. ამიტომაც მე ვფიქრობ, პირველ რიგში დადებითი კუთხით ეს იქნება რაღაცა мотиваცია, რომ ჩვენ დავამყაროთ გარე კავშირები, რომ ჩვენ მოვძებნოთ გარეგანი მხარდაჭერა, თუ ჩვენ საქართველოსზე წარმოვიდგენთ, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ცხადი არა ხელისუფლების მხრიდან, არამედ ადამიანების მხრიდან, გარკვეული სოციალური ჯგუფების მხრიდან, კიდევ უფრო ძლიერად მოძებნა საერთაშორისო კავშირების და შესაძლებლობა იმისა, რომ ეს კავშირები მიღებული იქნას, დამყარებული იქნას. ბუნებრივია ეს არის გარკვეული მორალი, რადგან ინდურ ასტროლოგიაში იუპიტერის ფუნქცია ეს არის თარმა. თუ წინასაუბარში ვთქვი, რომ თუ სატურნი ეს არის კარმა, ქმედება, თარმა ეს არის ერთგვარი მორალი. თარმა ზოგჯერ თარგმნიან როგორც რელიგია, როგორც რწმენა, როგორც ზნეობა. ამიტომაც მე ვფიქრობ, სწორედ ეს ზნეობრივი საკითხები, მორალური საკითხები ამ უახლოეს ერთ წელიწადში გახდება ძალიან მნიშვნელოვანი და შესაძლებელი გახდება გარკვეული გაჯანსაღება ამის, გამაჯანსაღებელი თემების წინ წამოწევა, თუ რა არის მორალური და რა არის ამორალური. აი ამისი აქტივაცია მოხდება. შემდეგ ეს არის გარკვეული კულტურული კავშირები, ისევ და ისევ საერთაშორისო მიმართულებით. გარდა ამისა ეს არის ერთგვარი იდენტიფიკაცია. საკუთარი თავის იდენტიფიკაცია, ანუ არა მარტო ის, რომ ვინ ვარ მე და სად ვარ მე, არამედ რა მიყვარს მე. ან შეიძლება ითქვას, რა არის ის ჩემი მორალი, რომელიც რაღაცეების გაკეთების საშუალებას მაძლევს. სიყვარულში ცხადია, აქ არ იგულისხმება რაღაცა ხორციელი სიყვარული. ეს სიყვარული არის ის, რომ რისი კეთება მიყვარს მე. საიციარული მიყვარს მე. რა შეიძლება მე მომიტანოს, გამიძლიეროს რწმენა. ბუნებრივია ეს არის კირჩხიბში ინგრესია, ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის მხოლოდ პლანეტა იუპიტერის ფუნქცია. კირჩხიბში გადასვლა ეს არის მიბრუნება ძირებთან. რადგან კირჩხიბი ბუნებრივია შეიძლება ჩვენ ზოგად პროგნოზში წარმოვიდგინოთ როგორც მეოთხე სახლის სიგნიფიკაცია, მეოთხე სახლის მმართველობა. მეოთხე სახლი ეს არის ჩვენი დაბადება. მეოთხე სახლი ეს არის ადამიანის მშობლები, წარმოშობა. ძალიან ხშირად ასტროლოგიაში მიჩნეულია, რომ ადამიანის სიკვდილს მართავს მერვე სახლი პირად ჰოროსკოპში. მაგრამ ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ მერვე სახლი ეს არის გარემოება. სიკვდილის ადგილი განისაზღვრება მეოთხე სახლით. ანუ მეოთხე სახლი ეზოტერულ ასტროლოგიაში ეს არის დედის საშვილდოსნო და ეს არის საფლავი. აი ხშირად არის ხოლმე, ხო? რაღაც პატარა მულტფილმები ან რაღაცა მსგავსი, სადაც ადამიანი იბადება, მერე მიქრის ან რაღაცა მოკლე ესეთია ხოლმე მოკლე მეტრაჟიანი ფილმებით, რაღაცა ვიდეო პატარა. და ბოლოს აი ამ ქროლის შედეგად ისვარდება საფლავში. ეს მთლიანად მეოთხე სახლის თემას უკავშირდება, რომელიც ზოგად ასტროლოგიაში, არაპიროვნულ, არაპერსონალურ ასტროლოგიაში. არა ნატალურ ჰოროსკოპში, დაბადების ჰოროსკოპში ადამიანის, არა, არამედ ზოგადად ვამბობ ამას. ამას მინდა ხაზი გაუსვა, აი ეს არის სწორედ ჩვენი დაბადება და სიკვდილი.
ანუ ეს არის ჩვენი ციკლი ერთგვარი, სიკვდილს ხადი მე ფიზიკურ სიკვდილს არ გულისხმობ. ეს არის ძველი დაშლა და ახლის აწყობა. ეს არის მიბრუნება რაღაცასთან, რომელიც არის ჩვენს წარმოშობასთან დაკავშირებული. ბუნებრივია ეს შეიძლება იყოს ისტორია. ეს შეიძლება იყოს წარსული. ეს შეიძლება იყოს ის გზა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ თუნდაც უახლოეს პერიოდში. ეს არის ერთგვარი ციკლურობა, რომ ადამიანი თუ ის სოციალური ჯგუფი უკავშირდება თავის წარსულს, რათა იქიდან გარკვეული დასკვნები გამოიტანოს. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ საუბრობთ კირჩხიბის ნიშანზე, ჩვენ უნდა გავიხსენოთ და გავაცნობიეროთ, რომ კირჩხიბის მმართველი არის მთვარე. მთვარე ეს არის ქალური ენერგია, მდედრული ენერგია. და ბუნებრივია იუპიტერის შესვლა კირჩხიბის ნიშანში ეს არის მდედრული ენერგიის გაძლიერება. ხოლო მე არ მინდა ესეთი რაღაცა პატრიარქატი და მატრიარქატი ესეთი ასე ვთქვათ ნიშნულობები მივანიჭო ამას, მაგრამ ეს არის მდედრული ენერგიის გაძლიერება და ეს არის შეიძლება ითქვას აი ამ ქალების როლის კიდევ უფრო აქტივაცია და კიდევ უფრო წინ წამოწევა. და ჩვენ ხედავთ იგივე საქართველოში რომ ქალების ბრძოლა რამხელა ძალა აქვს ქალებს. და არა მხოლოდ ამ პერიოდში, თუნდაც როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა ძალიან კარგი მოვლენა. ვიღაცები ამას უწოდებენ გეოპოლიტიკურ კატასტროფას, მაგრამ მოხდა ძალიან კარგი მოვლენა, როდესაც საბჭოთა დაიშალა. უფრო ჯანსაღი უნდა ვაღიაროთ ეს, უფრო ჯანსაღი აღქმა ამის მოახერხეს ქალებმა. ანუ ქალებს უფრო აღმოაჩნდათ საქართველოში თვითგადარჩენის ინსტინქტი ძალიან ძლიერი და ისინი სწრაფად ადაპტირდნენ ახალ რეალობაში. მამაკაცებთან პირიქით მოხდა ისე, რომ აიწია აგრესიის დონე, რადგან მათ დაკარგეს გარკვეული ფუნქცია და აი ამ ახალ რეალობაში მათ გადაწყვიტეს, რომ იარაღით დაემკვიდრებინათ თავი და ამან რაც მოიტანა ჩვენ ვნახეთ. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ მდედრული ენერგიის აქტივაცია, ეს არის ასევე ოჯახური საკითხების წინ წამოწევა, რადგან კირჩხიბი სიმბოლურად ასევე მართავს ოჯახს. და წინასაუბარშიც აღნიშნე, რომ იმ რბილად რო ვთქვათ ძალიან ცუდ წარმონაქმნში, პოლიტიკურ წარმონაქმნში, არ მინდა მას ქვეყანა უწოდო საბჭოთა კავშირში, ყველაფერი მოდიოდა ზემოდან, რაღაც პარტიიდან, მერე მოდიოდა რაღაცა ესე ჩამოდიოდა და ბოლოს ჩამოდიოდა ეს პირამიდის დაბლა, ეს იყო ადამიანი, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა. და თუ არ არის პირამიდის, გენებავთ უწოდოთ სახლის საძირკველი თუ არ არის მყარი, მაშინ ბუნებრივია ის შენობა დაიშლება. ეს გავს რას, რომ ორსართულიანი სახლის საძირკველზე ავაშენოთ 9-სართულიანი корпуსი და ჩვენ ხედავთ ხოლმე სამწუხაროდ ძალიან, რომ როდესაც სადღაცას მშენებლობა ხდება ძველ корпуსებში და გამოაცლიან საყრდენს, გონიათ რომ რაღაცები უნდა თვითონ შეცვალონ იქ, მერე ხდება ხოლმე მთელი სადარბაზოს ჩამოშლა ან რაღაცა კედლების ჩამოშლა, არა? ამიტომაც მეოთხე სახლი და კირჩხიბის ნიშანი სიმბოლურად წარმოვიდგინოთ, ეს არის საყრდენი. იმიტომ რომ კირჩხიბის ნიშანი ეს არის უსაფრთხოებაც. ამიტომაც მე ვფიქრობ, ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი გახდება როგორც პირადი ემოციური უსაფრთხოება, ისე ოჯახური მატერიალური უსაფრთხოება. და ადამიანებს მოუწევთ გაფართოვება ცნობიერებაში, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო. შესაძლებელია, რომ დადგეს ისეთი სიტუაციები, როდესაც ადამიანები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ. მე ვფიქრობ, ეს პერიოდი უკვე დგას. მე არ ვამბობ შეიძლება დადგეს, მე ვამბობ ეს პერიოდი უკვე დგას, თუნდაც ერთი წელი. ჩვენ ინდივიდუალურად რომ გადავხედოთ ჩვენს თავს. თითოეულმა ადამიანმა გადახედოს თავის თავს, როგორ გრძნობდა თავს ერთი წლის წინ და როგორ გრძნობს თავს ახლა. როგორი იყო მისი მდგომარეობა დაუშვათ ოჯახური კუთხით და როგორ არის ახლა. უმეტეს შემთხვევაში ეს იქნება რეგრესული. ანუ ადამიანები თავს ვეღარ გრძნობენ უფრო უსაფრთხოდ. ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ. ამიტომაც მე ვფიქრობ, სწორედაც ეს უსაფრთხოების გზების ძიება იქნება ამ ერთწლიან პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი.
გარდა ამისა, ეს იქნება კირჩხიბი ეს არის ემოციური ნიშანი და ეს იქნება ერთგვარი ემოციური სოლიდარობის თემის წინ წამოწევა. თუ იუპიტერი ბოლო 1 წელიწადში, გასულ 1 წელიწადში იუპიტერის მმართველი იყო მერკური და იქ ხდებოდა მენტალური თან დაბალ დონეზე, იმიტომ რომ თუ იუპიტერი ეს არის მაღალი აზროვნება, ტყუპში ეს არის დაბალი აზროვნება. დაბალ აზროვნებაში არ გულისხმობ მარტო რაღაცა ყოფით თემებს. აქ გულისხმობ ძალიან გადამეტებულ ადაპტირებას, კი არა და ეს უფრო არის რაღაცა გამარტივებას. და კირჩხიბში პირიქით. ეს არის ემოციური, ინტუიციური მიხვედრა რაღაცეების. ანუ თუ იუპიტერი ტყუპებში, ასე ვთქვათ, ადამიანებს უწევთ რაღაცების დაღეჭვა ბრჭყალებში, რომ სხვას გააგებინონ და ძალიან ხშირად ვერ იგებდნენ ამას, იუპიტერი კირჩხიბში ეს არის შეგრძნება, ანუ ადამიანი თუ ამბობს, რომ აი ვერ ვიგებ, ლოგიკურად ვერ ვიგებ რაღაცებს, და ჩვენ ვხედავდით, რომ ჩვენ ვხსნით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს მიწვანაირად, მეორე ადამიანებს, რომლებსაც ეს არ ესმით, სამწუხაროდ, ცდილობდნენ დაეღეჭათ ეს, რომ გაეგებინებინათ მათთვის სათქმელი, გადაეცათ მათთვის. ეხლა აღარ იქნება ესაჭირო. ადამიანები ამას უკვე იგრძნობენ, რადგან კირჩხიბი ეს არის შეგრძნება. ანუ ადამიანთა უმეტესობა დაკარგავს აი ამ ემოციურ საძირკველს. და უკვე თუ პირველ პირში ვიტყვი, ვიღაც მე რაღაცას მიმტკიცებდა და მაჯერებდა საწინააღმდეგოს და მე მათ ლოგიკას ვიზიარებდი ლოგიკას ბრჭყალებში. ეხლა შეიძლება თუ ვიტყვი, ასე ვთქვათ, პირველ პირში, მე ეს უკვე ვიგრძნო, რომ რაღაც ესე არ არის. ისმით? ვიგრძნო არა მხოლოდ ჩემს ემოციაში შიგნით, არამედ შინ, რადგან კირჩხიბი ეს არის სიტყვა შინ, ძალიან კარგი სიტყვა გვაქვს ქართველებს. არა სახლი, რაღაცა შენობა, არამედ შინ. იმიტომ რომ სახლი ეს არის კედლები. შინ ეს არის ოჯახი. დიახ. ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი გახდება ხალხის პოზიცია. რადგან მუნდანურ, პოლიტიკურ, გეოგრაფიულ ასტროლოგიაში მთვარე ეს არის ხალხი. თუმზე ეს არის მმართველი, ეს არის მონარქი, ეს არის პრეზიდენტი, ეს არის პრემიერ-მინისტრი, გააჩნია ეს არის რა ვიცი, სასულიერო მმართველი, სადაც თეოკრატია, თუ არ ეს არის ხალხი. ამიტომაც ხალხის პოზიცია, მე არ ვამბობ, არ მინდა სიტყვა გამოვიყენო მასა, არა, მე ვამბობ ხალხი. და ხალხის მნიშვნელობა აიწევს. ანუ ხალხი როგორც ერთი სხეული. და ბუნებრივია ხალხი მოქმედებს მაშინ, როდესაც გრძნობენ რაღაცა ისევ არა იგებს, რადგან მე ვამბობ ხოლმე, რომ თუ ინდივიდს გააჩნია ფიზიკური სხეულიც, ემოციური სხეულიც და მენტალური სხეულიც, საზოგადოებას არ გააჩნია. ამას ვამბობ ეზოტერულად, ანუ ვიცი რამდენად გასაგებია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა გასაგებია, საზოგადოებას არ გააჩნია მენტალური სხეული. საზოგადოებას გააჩნია ემოციური და ფიზიკური სხეული, ანუ საზოგადოება გრძნობს და მოქმედებს. ხოლო ხალხს არ გააჩნია ემოციური სხეული, ხალხი მოქმედებს, ხალხს მხოლოდ ფიზიკური სხეული გააჩნია, ეზოტერულად ესე. ამიტომაც ხალხი იმოქმედებს. რატომ? იმიტომ რომ აი ეს შეგრძნება დავა უკვე ხალხამდე, იმიტომ რომ თვარის აქტივაცია ხდება ამ ერთწლიან მონაკვეთში. ბუნებრივია, შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არის პროგრესული გზა, მაგრამ რა არის ამის ჩრდილოვანი მხარე, ისე მოვუბრუნდეთ ამას. ეს არის ნაციონალიზმი. ნაციონალიზმში მე გულისხმობ ძალიან ბევრ ქვეყანაში. ძალიან ბევრ ქვეყანაში და ეს არ მე არ ვამბობ მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში, მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ საქართველოზე. მე ვსაუბრობ სოფლიოს. ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში, ნაციონალური ასპექტები წინ წამოიწევს. ამიტომაც მე ველოდები ძალიან ძლიერი პოლიტიკის გატარებას მიგრაციულ საკითხებში. ეს იქნება არა მხოლოდ ამერიკაში, რასაც ვხედავთ, არამედ უფრო აქტიურად წამოვა ევროპაში და მე ვფიქრობ, რომ აიცი რა ვთქვა, არ ვიცი, საქართველოში, იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლება ეს საკითხი თუ აღებებს, არ ვიცი, მაგრამ ეს საკითხი გააქტიურდება ჩვენთანაც. რახან ჩვენ ვამბობთ, რომ იუპიტერის მმართველი ხდება მთვარე და მთვარე ეს არის ემოცია, ბუნებრივია შესაძლებელია ეს იყოს ემოციური მანიპულაციები პოლიტიკაში.
ეს ვამბობ ჩრდილოვან მხარეს. გარდა ამისა, ეს არის კულტურული რაღაცა ეროვნული შეიძლება ვთქვათ იზოლაცია. რაც არის ჩრდილოვანი მხარე და რაც არის რეგრესული. და ჩვენ ვხედავთ თუ არა საქართველოში ამის ნიშნებს ხადია ვხედავთ, რომ ეს აისახება შემდეგ ტურიზმზე, ეს აისახება ძალიან ბევრ საკითხზე, რადგან დიდ ქვეყანები ვერ ახერხებენ ერთგვარ იზოლაციონიზმს და ჩვენს გარკვეული პრობლემები გვექნება ამ კუთხით. ამიტომ ეს ერთგვარი ემოციური გენება თუ უწოდოთ ამას ან პოლიტიკური უპირველესად ან ეკონომიკური იზოლაცია, თვითიზოლაცია ეს მიგვიყვანს რეგრესულ შედეგებამდე, თუ უკვე არ მიგვიყვანა. ჩრდილოვანი მხარე ბუნებრივია, ეს არის ნეპოტიზმი და კლანურობა, რადგან კირჩხიბი მართავს ოჯახის თემას და ამის რეგრესული გამოვლენა ერთ-ერთი არის ბუნებრივია, სწორედაც ის, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ. ბუნებრივია, ჩვენ როცა ვამბობთ ამისი დადებითი კუთხით ანალიზს და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს შეიძლება იყოს ერთგვარი პოლიტიკური იზოლაცია, ამისი დადებითი მხარე, ეს არის ეროვნულობის წინ წამოწევა. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ნიშნები სხვადასხვა ქვეყნებში აი ამ საკუთარი იდენტობის, საკუთარი ეროვნულობის გამოხატულობის კუთხით ესეც გაძლიერდება. პრინციპში შეიძლება კიდევ რას შევეხოთ, ფესვებთან მიბრუნება ვთქვით, ერთგვარი სადაც ადამიანები შეიძლება დაბრუნდნენ იმ სივრცეში, საიდანაც არიან. შეიძლება ეს იყოს დაუშვათ ემიგრანტების გარკვეული ნაწილი საქართველოში დაბრუნება არა გლობალურად, მაგრამ რაღაცა ლოკალურად შეიძლება. შეიძლება ეს იყოს საქართველოში ადამიანების გადაცხოვრება სოფლად იქიდან საიდანაც ადამიანები არიან, რადგან ადამიანები დაიწყებენ სწორედ როგორც ვახსენეთ ემოციური უსაფრთხოების გზების ძიებას და ერთ-ერთი იქნება ის, რომ მე შევქმნა ის შინ ჭყალებში, სადაც მე ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ, ჩემი ოჯახი თავს გრძნობს უსაფრთხოდ და შეიძლება ეს იყოს ისეთი მშვიდი სივრცეები, იმიტომ რომ კირჩხიბის სივრცე ეს არის მყუდრო ოჯახური გარემო, სადაც შეიძლება არის რაღაცა ტბა, შეიძლება არის რაღაცა მდორედ მიმავალი მდინარე, რაღაცა ისეთი მშვიდი გარემო, სადაც ესეთი ძალიან უსაფრთხოდ გრძნობს თავს ადამიანი და ბუნებასთან ახლოს არის კავშირი. ანუ ადამიანი ბრუნდება იქ, სადაც დაიბადა. ადამიანი ბრუნდება იქ, რაც უკავშირდება მის წარსულს და მის ბავშვობას. კიდევ ერთი თემა, რომელიც მე ვფიქრობ, იქნება ძალიან საინტერესო ამ პერიოდში, რადგან კირჩხიბი ეს არის ფსიქოლოგიური ნიშანი, მე ვფიქრობ, ეს იქნება ფსიქოლოგიის აყვავება ამ ერთწლიან ციკლში და ჩვენ დავინახავთ ფსიქოლოგიის როლის კიდევ უფრო წინ წამოწევას. როდესაც ჩვენ ვამბობთ, წეგან ვახსენე რაღაცა რელიგიური ასპექტი არ ნიშნავს დოგმატურ ასპექტს. არამედ ნიშნავს რელიგიის ეზოტერულ გააზრებას, შინაგან გააზრებას, ან შეიძლება ვთქვათ ფსიქოლოგიურ გააზრებას. და პერსონალურ დონეზეც მე ვფიქრობ, ეს იქნება ფსიქოლოგიის კიდევ უფრო მეტად წამოწევა. ადამიანებს ახლა მე არ მინდა ესე მარტივად ვთქვა, რომ ადამიანებს დასჭირდებათ ფსიქოლოგი, არა. უპირველესად ადამიანები თვითონ გახდებიან საკუთარი თავის ფსიქოლოგები და შეეცდებიან, რომ უფრო სიღრმისეულად დაინახონ ის პრობლემები და გამოწვევები, რაც მათ ცხოვრებაში დადგა. ბუნებრივია, ჩვენ თუ გადავავლებთ 12 წლის უკანდელ ციკლს პერიოდს, თუ რა მოხდა, ჩვენ დავინახავთ, რომ ეს პერიოდი იყო 2013-14 წლები, 2001 და 2002 წლები. და ეს იყო საკმაოდ ისეთი საინტერესო გარდამტეხი პერიოდები. საინტერესო, მაგრამ გარდამტეხი პერიოდები. მე აღარ ვამბობ დაუშვათ 2001-2 წლებში ამერიკაში განვითარებულ პროცესებს და სხვათა შორის ესეც ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი გამოსვლები, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვხედავთ ამას. და მე არ გამოურიცხავ, რომ ეს კიდევ უფრო წინ წამოვიდეს სხვადასხვა შტატებში საპროტესტო ტალღები.
ეს იქნება ევროპაშიც შეიძლება ეს შეეხებოდეს მიგრაციულ საკითხებს, გარკვეული პოლიტიკური პროცესები აუცილებლად იქნება რუსეთში, იმიტომ რომ 99-90 წლების ერთგვარი პარალელია ასტროლოგიურად და ბუნებრივია სამჯერადი 12 წელი ასე ვთქვათ. და ეს იქნება საკმაოდ რთული პროცესები, რადგან დაიწყება სწორედ აი ამ საძირკვლის შეიძლება ითქვას რყევა. იქ სადაც ადამიანები თავს ვერ გრძნობენ უსაფრთხო, დაიწყება იქ რყევა აუცილებლად. და მე ვფიქრობ, რომ ეს რუსეთშიც აუცილებლად იქნება, მით უმეტეს რომ აი ეს პოლიტიკა იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანები თავს ვერ გრძნობენ უსაფრთხოდ, გამოფიტვის წინაშე დადგება, თუ მანამდე ეს ყველაფერი იყო ბოლო 1 წლის განმავლობაში რაღაცა ბევრ ფრაგმენტად დაშლილი და ადამიანები ვერ ხედავდნენ მთლიანობას. ამ 25 წლის მეორე ნახევარში და 26 წლის პირველ ნახევარში ვიმეორებ ეს ყველაფერი შეგრძნების დონეზე წამოვა წინ. რაც შეეხება ბოლოს მე მინდა მოკლედ შევეხო არაზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო ზოგადია, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვინც იცის საკუთარი პირადი ჰოროსკოპი და მან გარკვეული წარმოდგენა აქვს მის პირად ჰოროსკოპში ეს ტრანზიტული იუპიტერი რომელ სახლში შევა. აქ ჩვენ ვსაუბრობთ არა ზოდიაქოს ნიშნის, არამედ ეგრეთ წოდებული ასცენდენტის მიხედვით. თუ პლანეტა იუპიტერი რომელიმე ადამიანის პირად ჰოროსკოპში გადავიდა პირველ სახლში, ანუ მისი ასცენდენტი უხეშად რო ვთქვათ, არის ალბათ კირჩხიბის დასაწყისში, პირობითად წარმოვიდგინოთ, ან თუნდაც ლოვის ზოდიაქოს მეორე ნახევარში იმ ადამიანებისთვის იწყება 12 წლიანი ციკლი. ანუ ეს პლანეტა იუპიტერი, ტრანზიტული იუპიტერი, ვის პირად ჰოროსკოპშიც პირველ სახლში გადავა, მათ ცხოვრებაში 12 წლიანი ციკლი იწყება, მათ დაასრულეს 12 წლიანი ციკლი. ეს არის ძალიან აქტიური პერიოდი. ამიტომაც ამ ადამიანებმა უნდა დაიწყონ ახალი საქმეები. ეს არის ბრჭყალებში ვამბობ ცხადია ამ სიტყვას განახლება, რეფრეში. როგორც ვთქვათ ხოლმე თქმა, ბრჭყალებში ეს სიტყვა ცხადია. მომიტევთ ეს ვარაბარიზმი, ეს არის განახლება, ეს არის რაღაცა სიახლე. ეს არის როდესაც ადამიანები ცხოვრებაში დგება რაღაც ახალი. სადაც ადამიანებმა უნდა იმოქმედონ თვითონ და რაღაცეების შეცვალონ ცხოვრებაში. იმ ადამიანების პირად ჰოროსკოპში, სადაც ტრანზიტული იუპიტერი გადავიდა მეორე სახლში, დაუშვათ პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ ასცენდენტი უკვე არის ტყუპის ნიშანში. იმ ადამიანების ცხოვრებაში ეს არის მატერიალური უსაფრთხოება. ანუ მათ გასული 1 წლის განმავლობაში საკუთარი თავი დაიმკვიდრეს და ეხლა ეს უნდა გარდასახონ მატერიალურ ასპექტებში. იმ ადამიანებთან, ვისაც მის პირად ჰოროსკოპშიც იუპიტერი გადავიდა მესამე სახლში, ბუნებრივია ეს არის ურთიერთობები და კომუნიკაცია. ეს შეიძლება იყოს სწავლაც. ეს შეიძლება იყოს ნათესავებთან ურთიერთობა, უახლოეს გარემოცვასთან ურთიერთობა, მოგზაურობები, თუნდაც ქვეყნის ფარგლებში. ბევრი გადაადგილება და შეხვედრა. იმათთან, ვისთანაც ტრანზიტული იუპიტერი გადავიდა მეოთხე სახლში, ეს არის უძრავი ქონების საკითხების დალაგება. შეიძლება ეს იყოს დაოჯახება, შეიძლება ეს იყოს საცხოვრებელი სივრცის შეცვლა. შეიძლება ეს იყოს მშობლებთან დაკავშირებული თემების წინ წამოწევა. ვისთანაც მეხუთე სახლშია ტრანზიტული იუპიტერი და გადავა, უახლოეს 1 წელიწადში ეს არის ბუნებრივია სიყვარულის თემა. ეს არის ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები. დაუშვათ რაღაცები თუ გეგმავენ შვილის გაჩენას ეს პერიოდი არის ძალიან კარგი. ვისთანაც ტრანზიტული იუპიტერი გადავა მეხუთე სახლში, ეს არის ძალიან საინტერესო პერიოდი კრეატიული ხალხისთვის. შემოქმედი ხალხისთვის, ხელოვანებისთვის. იმათთან ვისთანაც მე-6 სახლშია იუპიტერი, ეს იქნება გაჯანსაღების პროცედურები, გაჯანმრთელება, ვარჯიშის დაწყება, დიეტის დაწყება, ეს იქნება ძალიან კარგი. ანუ ისინი წარმატებულები იქნებიან ამ კუთხით. ვიღაცას შეიძლება რაღაცა ახალი სისტემების ჩართვა უნდა, ეს არის საკუთარი სხეულის
გაჯანსაღება. ეს არის სამსახურებრივი ცვლილებებიც. შეიძლება სამსახური გამოიცვალონ ეს ადამიანებმა დაწინაურდნენ, რაღაცა წარმატებებს მიაღწიონ სამსახურში. მეშვიდე სახლში ტრანზიტული იუპიტერის გადასვლა, მეშვიდე სახლი პირობითად რო ვთქვათ, ეს არის სადღაც თხის ასცენდენტი. თხის დასაწყისში ან თუნდაც მშვილოსნის ბოლოში ასცენდენტი. ბუნებრივია ეს არის ისევ და ისევ პარტნიორობა, დაოჯახება. შეიძლება ეს იყოს ძალიან საინტერესო კავშირების დამყარება, იურიდიულ საკითხებს მოგვარება. ვისაც მეორე მეშვიდე სახლში გადავა იუპიტერი, მათ შეიძლება ძალიან საინტერესო გადაწყვეტა მოუწებნონ საკუთარ პრობლემებს, გამოწვევებს, რომლებიც იურისპრუდენციას უკავშირდებოდა. შეიძლება ეს იყოს კონსულტაციები, შეიძლება ეს იყოს დაუშვათ ექიმთან ვიზიტი, ვიღაცასთან ვიზიტი, ან რაღაცა ხელშეკრულების გაფორმება. და იუპიტერი მეშვიდე სახლში ამისთვის არის კარგი. ვისთანაც მეორე სახლში გადავიდა, უხეშად რო ვთქვათ ასცენდენტი მშვილდოსანში, განსაკუთრებით დასაწყისში, ბუნებრივია, ეს არის პირველ რიგში მემკვიდრეობის თემები, ეს არის საკუთარ შიშებთან გამკლავება, საკუთარი კრიზისების მოგვარება, ვალების გასტუმრება, შეიძლება ბიზნესიც. გააჩნია პირად ჰოროსკოპში რა ხდება. მეცხრე სახლში პლანეტა იუპიტერის გადასვლა უკავშირდება გარკვეულ კულტურული შოკების მიღებას. ადამიანმა შეიძლება იმოგზაუროს, შეიძლება ისწავლოს, შეიძლება უცხოეთში წავიდეს, შეიძლება ეს იყოს ემიგრაცია, შეიძლება ეს იყოს რამე საერთაშორისო თემების გააქტიურება, ეს არის საკუთარი ცნობიერების გაფართოება. ტრანზიტული იუპიტერის გადასვლა მეათე სახლში ეს არის კარიერა, დაწინაურება. ეს არის რაღაცა სოციალურ სიმაღლეზე ასვლა. ეს არის პროფესიული ცვლილება, ან განვითარება, ან არჩევანი. ეს არის რაღაცა შეიძლება ხელმძღვანელი გახდეს ადამიანი, შეიძლება მიიღოს რაღაცა სტატუსი შეიცვალოს, რაღაცა სოციალურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურადაც, ან სხვა ნებისმიერი კუთხით ავიდეს გარკვეულ სიმაღლეზე. მე-11 სახლში, ვის პირად ჰოროსკოპშიც გადავიდა ტრანზიტული იუპიტერი, ეს არის სოციალური გარემოს განვითარება, ეს არის ახალი მეგობრები, ახალი საინტერესო კავშირები, შეიძლება მოხდეს ძალიან საინტერესო ჯგუფში. სხვათა შორის მე-11 სახლი ინდურ ასტროლოგიაში ეს არის შემოსავლების სახლიც. მეორე სახლთან ერთად. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შეიცვალეს უკვე პროფესიული გარკვეული გზა, ან დაწინაურდნენ და მათმა შემოსავლება მოიმატეს. ანუ მე-11 სახლი ეს არის მეორე სახლი მეათე სახლიდან. ანუ ეს არის ადამიანი ამბობს, რომ მე მივაღწია გარკვეულ სოციალურ, კარიერულ სიმაღლეს და ეს დადებითად აისახა ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე. აი ეს თემები შეიძლება წამოვიდეს, შეიძლება ძალიან კარგი რჩევები მიიღონ ეს ადამიანებმა მეგობრებისგან. ან საინტერესო კოლექტივში მოხვდნენ. და მე-11 სახლი ეს არის ჩვენი ნეტვარი სურვილების ასრულება. რადგან მე-11 სახლი ანტიკურ ასტროლოგიაში ითვლებოდა ძალიან დადებით სახლად. იმათთან ვისთანაც მე-12 სახლში გადავიდა ტრანზიტული იუპიტერი, ეს არის პირობითად ლომის ასცენდენტი, ოღონდ ვიმეორებთ დასაწყისი, ნაწილი უფრო, ან თუნდაც კიჩხების ბოლო. ეს არის პირველ რიგში რაღაცების გააზრება. რადგან მე-12 სახლი ეს არის ციკლის დასასრული. ეს არის მიბრუნება, უпростоრეთ შეტრიალება ჩვენ შიგნით. მე-12 სახლი ძალიან საინტერესო სახლია, მე-4 და მე-8 სახლებთან ერთად, ეს არის კარმული სახლები და ეს არის რომ თუ პირველი სახლი გეუბნება რომ რაღაც დაიწყე, მე-12 სახლი ამას რაღაც დაასრულე. ის რაც უნდა გაგეშვა რაღაცისთვის ხელი გაუშვი. ეს არის რაღაცისაგან თავის დაღწევა, ტყვეობისაგან თავის დაღწევა. ანუ შეიძლება რომ ადამიანი რომელიც რაღაცა ზღუდავდა, ან ვიღაც ზღუდავდა მას. გარკვეული манипуляციების, შანტაჟის, რაღაცეების მსხვერპლი იყო, ადამიანმა ამ ყველაფერს თავი დააღწიოს. ეს არის უხეშად რო თქვა, აი, ბრჭყალებს შენობა პატიმრობისაგან გათავისუფლების თემა, კლასიკურად.